მე-19 საუკუნის მეორე ნახევარი. სამეფო სამთავროებად დაშლილ ქვეყანას დასავლეთიდან ოსმალეთი აწიოდებდა. აღმოსავლეთიდან კი სპარსეთი. მაშინ კეთილშობილის სახეებით ქართკახეთის სამეფო კარს მხოლოდ რუსი თავადაზნაურობა სტუმრობდა და ასევე თითქოს და კეთილშობილი მიზნებით ქვეყანას ნელ-ნელა ანექსიისათვის ამზადებდა. მაშინ რუსეთის რეპუტაციაში ეჭვი არავის შეუტანია. ქართკახეთის სამეფოს მოსვენებას მხოლოდ ირან-ოსმალეთის დუეტი უკარგავდა. ამ ორი ქვეყნის მხრიდან მზარდი საშიშროება საქართველოს სახელმწიფოებრივ არსებობას საფრთხის ქვეშ აყენებდა. ევროპის სახელმწიფოებში გაგზავნილმა ელჩებმა და წერილებმა შედეგი ვერ გამოიღო. დასავლეთიდან დახმარება არ ჩანდა. სხვა ოსნობის განვითარების შემდეგ საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია დაკარგა. ამიტომ ევროპას ქართკახეთის ბედი ნაკლებად აღელვებდა. ხანში შესულ მეფე ერეკლეს კი ერთადერთ გამოსავლად ჩრდილოელ მეზობელთან კავშირის გამყარება მიაჩნდა. თავის მხრივ იმპერატორი ეკატერინე საქართველოს ერთხელს დახმარებისათვის უწვდიდა, მეორე ხელით კი ეგრეთ წოდებული რუსული ძერჟავა ამოქმედა. რუსეთმა სპეციალურად ეკატერინე მეორის მთავრობამ სპეციალურად მოაწყო ისეთი ვითარება შექმნა კავკასიაში აუჯანყა ერეკლეს კავკასიელი ხანები, რომლებიც მანამდე მის ქვეშევრდომობაში იყვნენ. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ფათალი ხანის გამოსვლები ერეკლეს წინააღმდეგ. ჩამოიყვანა იმერეთში, გაუფუჭდა ერეკლეს, გააფუჭებინა ფაქტობრივად ერეკლეს ურთიერთობა იმერეთის მეფე სოლომონ პირველთან. სოლომონ პირველმა შეიფარა ქართლის ტახტის პრეტენდენტი ალექსანდრე ბაქარიძე, რომელიც აცხადებდა პრეტენზიას ქართლის სამეფო ტახტზე, რომელიც ერეკლემ გააერთიანა. და პრაქტიკულად ისეთი ვითარება შეუქმნა ერეკლეს, რომ ერეკლეს სხვა გამოსავალი აღარ დარჩენოდა, რათა მიემართა რუსეთისთვის დახმარების თხოვნით. რუსეთს ამიერკავკასიისადმი ინტერესი მას შემდეგ გაუძლიერდა, რაც ყირიმზე მისი გავლენა გაავრცელა და იმპერიის საზღვრები თითქმის კავკასიონის ქედს მიებჯინა. თავის მხრივ სპარსეთი და ოსმალეთი საკუთარ პოზიციებს ართმობდნენ. ამ ყველაფრის შუაში მოქცეული საქართველოსათვის ერთადერთი დასაყრდენი ერთმორწმუნე რუსეთი ჩანდა. ქართული დიპლომატია მაშინ არ იყო ისე განვითარებული, როგორც ევროპული დიპლომატია და რუსული დიპლომატიაც განუზომლად მაღლა იდგა თავისი ვერაგული ხრიკებით, ინტრიგებით, ფარული მოქმედებებით, სპეცსამსახურების საქმიანობით, აგენტურით. ხრიკებმა და ინტრიგებმა მაშინ კარგად გაამართლა. იმპერიის საგარეო პოლიტიკის მესვეურებმა კავკასიის გზით წინა აზიაში რუსეთის გავლენის გავრცელებისათვის გეგმების შედგენა დაიწყეს. გეგმებში კი ქრისტიანულ საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. აქედან გამომდინარე, ქართკახეთის სამეფო კარზე რუსმა მოხელეებმა სტუმრობა გაახშირეს და იმპერატორის სახელით მეფეს მაჰმადიანური სამყაროს წინააღმდეგ დახმარებას პირდებოდნენ. არც ერთი სახელმწიფო მეორე სახელმწიფოსთვის თავს არ შეიწუხებს, თუ მას იქ რაიმე თავისი ინტერესები არ აქვს. ეს ისტორიაში არ ხდება ასეთი რამე. და ეს ასე იყო ყოველთვის და დღესაც ასეა და ასე იქნება ალბათ მომავალში. ისტორიული პარადოქსი არც მაშინ მომხდარა. მოტყუებული მეფე ერეკლე რუსეთში წერილზე აგზავნიდა და იმპერატორ ეკატერინეს მფარველობას თხოვდა. თუმცა არსებულ ვითარებაში ქართკახეთის სამეფო კარს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. თუმცა საქართველო იყო შეხუთული ოსმალეთისა და ირანის მიერ. მართალია, ახლა ირანს ამ დროს ცოტა მძიმე მდგომარეობა ჰქონდა, მაგრამ ის კი ჰქონდა, რომ შემდეგ წამოდგა ფეხზე და ჩვენი სამყოფი ძალა ყოველთვის ჰქონდა. მეფის თხოვნაზე რუსეთმა არ დააყოვნა. ეკატერინე მეორემ თავად პავლე პოციომკინს ქართკახეთის სამეფო კართან შეთანხმების მისაღწევად გაფართოებული უფლება მოსილება მიანიჭა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საჭირო იყო ოფიციალური დოკუმენტის შემუშავება. თუმცა ამ ყველაფერს წინ უსწრებდა 1770 წელი. ასპინძის ბრძოლაში, როდესაც ქართულმა და რუსულმა ჯარებმა აწყურის ციხეს ალყა შემოარტყეს, ტოტლებენი თავისი რაზმით უესრად უკან გაბრუნდა და მოკავშირე მტერთან პირისპირ მცირე ამალის იმედად დატოვა. მიუხედავად ამისა, ერეკლემ ამ ბრძოლაში ბრწყინვალედ გაიმარჯვა, მაგრამ მოღალატე გენერლის გაქცევის გამო მიღწეული შედეგით ვერ ისარგებლა და სასწრაფოდ თბილისში დაბრუნდა. რაც მთავარია,
ერეკლე რომ წავიდა, ტოტლებენი საქართველოს აქეთ გამოუდგა გზას და გზაზე ციხე-სიმაგრეებში და ადგილებში ქართველებს აფიცებდა რუსეთის ხელისუფლების ერთგულებაზე და ერეკლეს გადაყენებაზე. ერეკლემ ხო ის ასპინძის ბრძოლა რაღაც ზღაპრულად მოიგო, არა მარტო მრავალრიცხოვნობაზე არის საქმე, სისწრაფის თვალსაზრისითაც და აგრეთვე სწრაფად დაბრუნდა და შეასწრო ტოტლებენს თბილისში. რო არ შეესწრო ერეკლეს ტოტლებენისთვის თბილისში, იქ რა მოხდებოდა სხვადასხვა ცოტა ძნელი წარმოსადგენია, ყოველ შემთხვევაში ძალიან გართულდებოდა მდგომარეობა. სახელგატეხილი ტოტლებენი რუსეთმა უკან გაიწვია და საქართველოში მის ნაცვლად სხვა სარდალი გამოგზავნა. ამ ნაბიჯით რუსეთმა ქართლ-კახეთის სამეფო კარი კიდევ ერთხელ მოატყუა. მიუხედავად ამისა, მეფე ერეკლე ერთხელ არჩეულ რუსეთისაკენ მიმავალ გზას ბოლომდე არ ღალატობდა. ჩვენ თქვით რომ არის საქართველოს რამდენიმე სერიოზული მოწინააღმდეგე ყავდა. პირველად ეს იყო რა თქმა უნდა ირანი, ეს იყო თურქეთი. ორივე სახელმწიფო ეს არის აზიური სახელმწიფო. როგორც თქვათ, სტამბოლში ჩახვიდოდი, ნახავდი ეს იყო აზია. იქ ევროპის ნასახი იმპერიისათვის არ იყო. რა თქმა უნდა. დღევანდელი სტამბოლი და იმდროინდელი სტამბოლი აბსოლუტურად განსხვავდებოდა. ჩადიოდი ისპაჰანში, თქვათ, თავრის ჩადიოდი, იქაც აბსოლუტურად აზია იყო. თავიანთი ეს ვთქვათ, აზიური დაგეგმარებით ქალაქ გეგმარების კუთხით დამთავრებული ვთქვათ იქ არქიტექტურით და სხვა. და ამ დროს ჩადის ქართველი ელჩები სანქტ-პეტერბურგში. და ისინი ხვდებოდნენ მეტნაკლებად, რა თქმა უნდა, ევროპულ გარემოცვაში. სასახლეები, რომელსაც ევროპელი არქიტექტორები აშენებდნენ და რა თქმა უნდა ის ფუფუნება, რომელიც იმ დროისათვის რუსეთის კარზე იყო. საუბრობდნენ რუსეთის სამეფო კარზე ფრანგულად, ინგლისურად იყო ხოლმე ხუმრობდნენ ხოლმე რუსეთში თქვა და რუსეთის საიმპერატორო კარზე თვითონ რუსეთის საიმპერატორო კარზე რუსულს არ ვერ გაიგონებთ იყო გერმანული ფრანგული ანუ გარკვეულწილი მიმზიდველობა პეტერბურგს ამ შემთხვევაში რუსეთს ჰქონდა. რუსეთმა საქართველოს იმდენად მოკლე დროში მიიზიდა, რომ ეს თავად იმპერატორსაც არ ეკონა. 1793 წელს ტრაქტატი უკვე მზად იყო. ეგრეთ წოდებული სამეგობრო შეთანხმება ორივე მხარე მოიწონა. ეს შეცდომად არ უნდა ჩაითვალოს არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ მას სხვა გზა არ ჰქონდა, რათა ქართლ-კახეთი და შემდგომ საქართველო დაეყენებინა მას ამ მნიშვნელოვნებს ევროპული განვითარების გზაზე. ქართული მხრიდან სამეგობრო შეთანხმებას ხელს აწერდნენ თავადები იოანე ბაგრატიონი და გარსევან ჭავჭავაძე, ხოლო რუსეთის მხრიდან თავადი პავლე პოტიომკინი. საბოლოოდ 18 ივლისს გეორგიევსკის ციხესიმაგრეში ხელმოწერილი დოკუმენტი საქართველოსათვის სრულ მანიფესტი აღმოჩნდა და მეტი არაფერი. ჩრდილოელმა მეზობელმა ერთმორწმუნეობის ნიღაბი მალევე ჩამოიხსნა. მერე მეფეც და ქვეყანაც წარედ მოატყუა. თუმცა მაშინ ქართლ-კახეთის სამეფო კარი იმედებს სწორედ ტრაქტატზე ემყარებდა, მაგრამ ამ დროს რუსეთში ქვეყნის უბრალო გუბერნიად გადაქცევის გეგმა უკვე შემუშავებული ჰქონდათ. ტრაქტატის შესავალ ნაწილში საუბარი იყო იმ მეგობრულ ურთიერთობაზე, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის უძველესი დროიდან არსებობდა, რომ რუსეთის იმპერია მოწოდებული იყო და ეცვა ერთმორწმუნე საქართველო. შესავალ ნაწილში ასევე აღნიშნული იყო, რომ რუსეთის იმპერატორმა იცულოვნად ინება ქართველების გათავისუფლება უღლისაგან მონების. რუსეთთან დამეგობრება მაშინ საქართველოში დიდი ზარზეიმით აღინიშნა. ქუჩებში კეიფი ერთ კვირაზე მეს გაგრძელდა. 1784 წლის 24 იანვარს კი მეფე ერეკლემ ხელშეკრულებას ხელი თავადაც მოაწერა. სამეგობრო შეთანხმება შედგებოდა 13 ძირითადი და 4 საიდუმლო, ანუ სეპარატული მუხლისაგან. ხელშეკრულების პირველივე მუხლით მეფე აცხადებდა, რომ ის და მისი მემკვიდრეები უარყოფდნენ სხვა სახელმწიფოსადმი რაიმე დამოკიდებულებას. ქართლ-კახეთის სამეფო კარი ცნობდა მხოლოდ რუსეთის უზენაეს ხელისუფლებას და მფარველობას. თუმცა სიტყვა მფარველობა მომავალში საიმპერატორო კარზე სათავისოდ გაიგეს. მხოლოდ მფარველობა წერია. თორე წაიღე ჩემი ქვეყანა, იქ არაფერი არის მსგავსი არ წერია. მხოლოდ მფარველობა. და ეს მაშინ ძალიან კარგად იცოდნენ ალბათ ეკატერინეს დროს რას ნიშნავდა ეს პაკრავიცევსვა, მაგრამ შემდეგ უკვე ნელ-ნელა დაიწყეს ამის შეცვლა. ნელ-ნელა კი არა ფაქტიურად მაშინვე დაიწყეს ამის, რომ იმიღეს შენს ქვეშევრდომობაში. ტრაქტატის 4 საიდუმლო მუხლში საუბარი იყო იმაზე, რომ
რუსეთის საქართველოს დაკარგული მიწების დაბრუნებაში დახმარებას აღუთქვამდა. თავის მხრივ ერეკლეს მშვიდობიანი ურთიერთობა უნდა ჰქონოდა იმერეთის მეფე სოლომონ პირველთან. მეფეებს ერთმანეთთან უთანხმოების შემთხვევაში იმპერატორისათვის უნდა მიემართათ. ასევე რუსეთს საქართველოში უნდა გამოეგზავნა 2 ბატალიონი და 4 ზარბაზანი. ომის შემთხვევაში კი კავკასიის ხაზის მთავარსარდალი ვალდებული იყო ქართკახეთი დაეცვა მტრისაგან. ხელშეკრულება იდებოდა სამუდამოდ. ერთადერთი ძირითადი რაშიც საქართველოს დაკარგა თავისი უფლება, ეს იყო საერთაშორისო ურთიერთობები. მას არ ჰქონდა უფლება რომელიმე სხვა სახელმწიფოსთან რაიმე ურთიერთობა ჰქონოდა რუსეთისგან დამოუკიდებლად და რუსეთთან შეუთანხმებლად. ტრაქტატის მეორე მუხლი ეკლესიის საკითხს შეეხებოდა. ქართველი პატრიარქი დამოუკიდებლობას კარგავდა და სამუდამოდ რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი ხდებოდა. ამასთან ერთად მას გობოლსკის ეპისკოპოსის შემდეგ მერვე ადგილი ეკავა. რა თქმა უნდა, ეს იყო პირდაპირ ესოთ მის წასვლაებს იქითკენ, რომ შესაძლებელია ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება მოხდანიყო. მე მესმის ხარ ერთადერთი ესე ვთქვათ საკმაოდ ძიმე მუხლია და აი ეს შეიძლება გამოდგეს ნამდვილ ბრალდებად, პირდაპირ ბრალდებად ერეკლეს მიმართ, რომ ეს მუხლი იქნა შეტანილი შიგნით. იმიტომ რომ ყველაფერს რაც შეეხება პოლიტიკურ სამხედროს მოეძებნება ახსნა. ამოხსნამდათ არ მოეძებნება ახსნა. ძნელი ასახსნელია, რატომ დათანხმდა ქართკახეთის სამეფო კარი ტრაქტატში ამ შინაარსის მუხლის არსებობას. მაგრამ ფაქტი ერთია, რომ მეფე ერეკლე რუსეთთან გაფორმებულ სამეგობრო ხელშეკრულებას შორს მიმავალ გეგმებს უკავშირებდა. თუმცა რუსეთმა მოკავშირის იმედები მალევე გააცრუა. სამწუხაროდ როგორც დღეს ხდება, მაშინაც რუსეთი არ აღმოჩნდა ხელშეკრულების შემსრულებელი მხარე. პირიქით 1783 წლიდან 1700 განსაკუთრებით 87 წლამდე ქართკახეთი მოექცა განუწყვეტელი ინტენსიური თავდასხმების ქვეშ. საქართველოსის და რუსეთში ძალიან კარგად იცოდნენ, რომ იმ დიდი ბრძოლის შემდეგ, რომელიც თვითონ ირანში მიმდინარეობდა და საბოლოოდ აღა მაჰმად-ხანმა ჩაიგდო ხელისუფლება ხელში, რომ აღა მაჰმად-ხანი ამზადებდა შემოჭრას საქართველოში. სხვათაშორის მან ერეკლესაც მიმართა, რომ გაეწყვიტა კავშირი რუსეთთან და მაშინ ასე ვთქვათ არ იმუქრებოდა. მაგრამ ერეკლე იმდენად დარწმუნებული იყო რუსეთი მას დახმარებას აღმოუჩენდა, რომ ეს მისი წინადადება არ მიიღო. რუსეთთან დამეგობრებულმა საქართველომ მაჰმადიანი მეზობლები განსაკუთრებით გაახიზიანა. სპარსეთმა აჯანყა კავკასიელი ხანები და ქართკახეთზე ერთობლივი ძალებით თავდასხმა დაიგეგმა. გაგზავნათ აღა მაჰმად-ხანმა ელჩები. ოღონდ ელჩები გაგზავნა როგორ იცი, ჩავიდნენ ელჩები გუდოვიჩთან, ეს ძალიან საინტერესო დეტალია. აქ იმალება ტრაგედია ყარაყანისის და პრაქტიკულად ყანისი იყო პრელუდია 1801 წლის აქტის, ამას შემდგომში კიდევ უფრო კარგად ავხსნით. გაგზავნა ელჩებს არც წმუნების სიგელები გააჩნდა არაფერი. ჩავიდნენ გუდოვიჩთან, მან რასაკვირველია, მას შეეძლო დაეპატიმრებინა ეს ელჩები. აღმოჩნდა, რომ ელჩებს პეტერბურგისკენ გასასვლელად არანაირი წმუნების სიგელი არ აქვთ. პირიქით, მან მიიღო გუდოვიჩს. სინამდვილეში ესენი იყვნენ დაზვერვითი მიზნით გაგზავნილი წარმომადგენლები, ეს რამდენიმე პიროვნება აღა მაჰმად-ხანისგან. რომ გაერკვია, აპირებდა თუ არა გუდოვიჩი ირანის შესაძლო თავდასხმაზე კონტრრეაგირებას. გამოიგვა გუდოვიჩმა ცხინვალე მიიღო ეს ელჩები, არ გაატარა პეტერბურგისკენ, მაგრამ ის გააჩა კარგად გაუმასპინძ და თუმცა თითქოს დაუქნია, რომ ერეკლეს არაფერი არ ავნოთ, ეს რუსეთის ხელდებულიაო, მაგრამ იქ კარგად შეისწავლეს და როგორც ჩანს გუდოვიჩისგან ნება დართვითაც, ყოველ შემთხვევაში ხელი არაფერს შეუშლია, რომ არანაირი მანევრირება, არანაირი მოძრაობა იმისა, რომ რუსეთის არმია ემზადებოდა ქართკახეთის დასახმარებლად არ მზადდებოდა. მას შემდეგ რაც ეს კარგად გამოარკვიეს, ელჩები ეხლა ოფიციალურად ესე რომ გამოიპარნენ. გამოისტუმრა რასაკვირველია გუდოვიჩმა, ჩავიდნენ აღა მაჰმად-ხანთან და ამის შემდგომ უკვე ლაშქრობს აღა მაჰმად-ხანი ქართკახეთის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ტრაქტატით ნაკის ვალდებულებას არ ასრულებდა, მეფე ერეკლეს უზენაესი საიმპერატორო კარის კეთილინების მაინც ბოლომდე სწამდა. ერთი შეხედვით შეიძლება უცნაურადაც კი წარმოვიდგინოთ ერეკლეს ნაბიჯები, აი ამდენი დარღვევის მერე, იმ თავდასხმების მერე, მარტო ომარ-ხანის თავდასხმა რა დღის 1785 წელს, მან ესე იგი მთელი ქართკახეთის სამეფოს სივრცე გადაიარა თითქმის ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ და მერე უკან.
და რამდენიმე ასეული ტყვე და ახტალის მაგნები დაანგრია და გაანადგურა და სადაც გაიარა არაფერი არ დატოვა. ნუ აღარ ვლაპარაკობ აღა მაჰმად-ხანის შემოსევაზე და აი ამის მერე უცნაურია რომ ერეკლე ერთგულად იცავს მაინც ესე იგი ერთხელ არჩეულ გზას. რუსეთმა ქართკახეთში დახმარების მიზნით შემოყვანილი 2 ბატალიონი და 4 ზარბაზანი უკანვე გაიწვია. ამასთან ერთად ერეკლეს კავკასიის ხაზის მთავარსარდალი არც ერთ ბრძოლაში არ დაეხმარა. საქართველოს უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდა. მოხუცებული მეფე მისი მეუღლის დარეჯან დედოფლის გავლენის ქვეშ მოექცა. ამ უკანასკნელს კი სამშობლოს ინტერესებზე მეტად საკუთარი 22 შვილის ბედი უფრო აღელვებდა. მისი მოთხოვნით ქართკახეთის სამეფო კარმა 2 კანონი მიიღო, რომელმაც ორად გაყოფილი საქართველოს გაერთიანება საფუძველშივე ჩაკლა. პირველი კანონი მეფეთმონაწილეობის წესს ეხებოდა. თუ კი ადრე სამეფო ტახტი გადადიოდა მამიდან უფროსშვილზე. ჩაულებრივად ეს საუკუნეების მანძილზე ასე იყო მიღებული. დარეჯანმა იმის გამო რომ მის გერს და გიორგის, რომელიც შემდეგ გიორგი მე-14-ს და მის მემკვიდრეებს არ დარჩენოდა ტახტი, მიაღებინა ერეკლეს კანონი, რომლის მიხედვითაც ტახტი გადადიოდა შემდგომ ძმაზე. შემდგომი ძმა გიორგიმსი უკვე იყო დარეჯანის ღვიძლიშვილი. მეორე კანონის თანახმად გამოიყო საუფლისწულოები. მეფეს უკვე შვილებიც აღარ ემორჩილებოდნენ. სახელმწიფოში შექმნილმა სახელმწიფოებმა ქართკახეთის სამეფო კარი დანგრევის პირას მიიყვანა. ერთ ვაის გაყრილი და მეორე უის შეყრილი მეფე ერეკლე კი რუსეთისაგან დახმარებას კვლავაც ელოდა. ერეკლემ აი სწორედ რუსეთზე ასეთი მინდობილობით და მინდობით საქმე ჩაფუშა ისეთი მნიშვნელოვანი საქმე, როგორიც იყო 80-იანი 90-იანი წლების მიჯნაზე იმერეთის სამეფოს შემოერთების საკითხი. ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი იყო და იქაც თავისი მეუღლის დედოფალ დარეჯანის და კიდევ რამდენიმე რეაქციონერი, ასე ვთქვათ, დიდებულის მოთხოვნით მან არ შემოიერთა. მიუხედავად რომ იმერეთის დიდებულები თხოვდნენ იმერეთის სამეფოს შეერთებას. მაგრამ იმერეთში მეფობდა მისი შვილიშვილი, ქალიშვილის ელენეს ვაჟი დავითი. დავით არჩილის ძე. ის ამავდროულად იყო სოლომონ პირველის ძმისშვილი. მან მერე გადაიკეთა სახელი და ჩვენთვის ცნობილია როგორც იმერეთის უკანასკნელი მეფე სოლომონ მეორე, ცნობილი მეფე ჩვენ. და აი ვერც ოფიციალური მიზეზი იყო რომ ვერ წაართვევდა თავის შვილიშვილს ტახტს. ესეც ერთ-ერთი შეცდომა ერეკლეს. ანუ ასაკში შესული ერეკლე შეცდომაზე უშვებს სამწუხაროდ. ეს გმირი მეფე, რომელსაც 60 თითქმის 60-65 ბრძოლა გადახდით და სულ 3-ჯერ დამარცხდა ამ ბრძოლებში. წანისის ბრძოლაში როგორც მოგა 5000 მეომარი დაუპირისპირდა. მაშინ როდესაც ის გარდაიცვალა 3 წლის შემდეგ 1798 წლის 11 იანვარს და დაასაფლავეს მოგეხსენება ჩვენი ცხოველში. მარტო მის საპატიო ესკორტი, ასე ვთქვათ, საპატიო ყარავულში გასვენებისას იყო 20000 წკინვალით შეიარაღებული ქართველი ჯარისკაცი. 20000. მეფე ერეკლე 1798 წელს 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამეფო ტახტზე მისი უფროსი შვილი გიორგი მე-12 ავიდა. სპარსეთის შემოსევებისაგან აოხრებული საქართველო უკანასკნელმა მეფემ დაღუპის პირას საბოლოოდ მიიყვანა. გიორგი მე-12-ის გარკვეულ სიზუსტე მდგომარეობს იმაში, ხა მერე უკვე ჩვენ შეგვიძლია თქვათ წყაროების დაკტობით უკვე უფრო ღრმად წავიდეთ ხო ისტორიაში და მაგალითად ძალიან საინტერესო დაკვირვებები აქვს უკვე მედიცინის მუშაკებს, მაგალითად გიორგი მე-12-ის ქმედებებზე. შეიძლება თამამად ითქვას, რომ მას საკმაოდ მძიმე ფორმების ნევროზული დაავადება აქვს. ის რადგან თქვათ ხალხში გავრცელებული ის თქვათ ცნობილი ჭორები ხო ზაკი ჭამიას რო ეძახდნენ თქვათ ამ შემთხვევაში სასწაული მიდრეკილებას სუფთავის მიმართ მაგალითად ძირს დაგდებულ ფულს არ ეიღებდა ის თქვა გარეცხავდნენ მაგალითად იმას. რუსეთის გეგმა განხორციელდა. დაუძლურებული საქართველო ძალებს ვეღარ იკრებდა. 1800 წელს გარდაიცვალა გიორგი მე-12-ც. ხოლო მისი მემკვიდრე დავით ბატონიშვილი რუსეთმა მეფედ არ დაამტკიცა. შეიძლება მას გაუადვილა და იურიდიული უფლება მისცა რაღაცის. ბევრის არაფრის, მაგრამ ბევრი რამ გაუადვილა, მაგრამ ეს იყო უკვე რუსეთის გეგმა, რუსეთის პროგრამა. держава, Российская империя მოდის კასპიისპირეთი აღებული აქვს, შავი ზღვისპირეთის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავებული აქვს. ახლა კავკასიის პრობლემა დგას. უნდა კავკასია მან თავის ხელისუფლებას დაუმორჩილა. ეს იყო ყოველთვის რა 21 წელს იგივე პროგრამით არ წამოვიდა რუსეთი,
ვინ მოუწერა ხელი 1920 წელს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ლენინის ბოლშევიკურ რუსეთს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის ძალით რუსეთმა ცნო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. ეს მოხდა 20 წლის მაისში. 21 წლის თებერვალში რაც მოხდა ხო ვიცით არა? რუსეთს მაშინაც თავისი გეგმა ჰქონდა ამის გაკეთებისა. და როგორ გითხრათ და ეხლაც იგივე გეგმა აქვს. რას განახორციელებს ვერ გეტყვით. როგორ განახორციელებს ვერ გეტყვით, მაგრამ ეხლაც ზუსტად იგივე გეგმა აქვს. ალექსანდრე პირველმა ტრადიციული რუსული, ამას ხარს უსვამთ, ტრადიციული რუსული ეშმაკობით და ცფიერებით, ესა რუსეთის ტრადიციული პოლიტიკა, ისტორიული, მან მოიწვია სახელმწიფო საბჭო და სთხოვა გაერკვია. შეძლებდა თუ არა ქართველი ხალხი ქართლ-კახეთის სამეფო დამოუკიდებლად არსებობას. მან თქვა, იგი აღნიშნავდა, რომ როგორც სუვერენული სახელმწიფოს ხომ არ გავაუქმებ ჩვენ, თუ კი მას შეუძლია დამოუკიდებლად არსებობა. ჩვენ მხოლოდ უნდა დავეხმაროთ მას, თუ არ შეუძლია დამოუკიდებლად არსებობა. ეს მუდმივად ასეა, ცდილობენ მუდამ აი ლამაზი სიტყვებით გაამართლონ თავიანთი ვერაგული ნაბიჯები. ეს დღესაც ასეა, გუშინაც ასე იყო და სავარაუდოდ მომავალშიც ასე გაგრძელდება. ეს არის ტრადიციული რუსული პოლიტიკის აქსიომა, რომ შენიღბონ თავიანთი აგრესია. და მაშინაც ასე მოიწვიეს, როგორც გითხარით, სახელმწიფო საბჭო. დაევალა გენერალ კავკასიის ჯარების მთავარსარდალს გენერალ კნორინგს გაერკვია საკითხი, შეძლებდა თუ არა ქართლ-კახეთის სამეფო დამოუკიდებლად არსებობას. ძალიან სწრაფად გაარკვია კნორინგმა, სულ რამდენიმე კვირაში. რომ ქართლ-კახეთის სამეფო დამოუკიდებლად 1801 წელს ხდება ზაფხულში, რომ ვერ შეძლებდა დამოუკიდებლად არსებობას. ამ შემთხვევაში სხვა გზა აღარ ჰქონდა წყალებში ალექსანდრე პირველს და ძალიან დამწუხრებულმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 12 სექტემბერს გამოეცა მანიფესტი, რომლის მიხედვითაც ქართლ-კახეთის სამეფო უქმდებოდა და იგი როგორც უბრალო გუბერნიის სახით შედიოდა რუსეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში. 1801 წლის 16 თებერვალს სიონის საკათედრო ტაძარში მოტყუებით მიყვანილ ქართულ თავადაზნაურობას რუსეთის ჯარმა ალყა შემოარტყა. წაიკითხეს იმპერატორ ალექსანდრე პირველის მანიფესტი. შემდეგ ქართველები რუსეთის ერთგულებაზე დააფიცეს. შეიყვანეს ეკლესიაში, უიარაღოთ, შემოარტყეს ჯარი და დააფიცეს ერთგულებაზე. რა უნდა ეკნათ, გეკითხებით მე. რა უნდა ეკნათ? აბსოლუტურად უძლურნი იყო. საქართველო დიდი იმპერიის რიგით გუბერნიად გამოცხადდა. გეორგიევსკში გაფორმებული ტყუილით ივერიის მიწაზე ნელ-ნელა მივიწყებას მიეცა სიტყვა ქართველი. 2 საუკუნის შემდეგ კი ფაქტი ერთია. მეგობრად მოსული რუსეთი მტერზე უარესი აღმოჩნდა.